ვაშა გადაცემა თქვენთან არის თენგის გოგოტიშვილთან ერთად. სამწუხაროდ დღეს ვაშას ვერაფერზე შემოვძახებთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე თემაზე გვაქვს ველაპარაკო. ეს არის ქალბატონი ნინო დათაშვილი, პოლიტიკური აქტივისტი, პოლიტიკური პატიმარი ქართული ოცნების, რომელსაც მოსამართლემ დაუნიშნა იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. რას ნიშნავს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა? მოსამართლეს კანონი აძლევს ამის უფლებას, მაგრამ იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზას საქართველოში ივანაშვილის საქართველოში განსაკუთრებით რა თქმა უნდა აქვს საბჭოთა კავშირის სუნი. უდის ძალიან სერიოზულად საბჭოთა კავშირის სუნი. განსაკუთრებით 60-იან 70-იან წლებში, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა უარი თქვა სტალინურ რეპრესიებზე და თითქოს დახურა გულაგის ძალიან ბევრი ბანაკი, ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობდნენ, რომელსაც არ მოწონდა საბჭოთა კავშირი არსად არ გამქრალან, ამიტომ მათ საპატრონოდ იური ანდროპოვმა, მაშინდელმა კგბ-ს უფროსმა მოიფიქრა ეგრეთ წოდებული ფსიხუშკების პრაქტიკა. და სხვადასხვა შეფასებით ამბობენ, რომ 70-იანი წლების ბოლოს, ანუ 80-იანების დასაწყისში პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის ბოლომდე საბჭოთა კავშირში იყო დაახლოებით 420-430.000 კოიკარ, როგორც რუსულად ეძახიან, ანუ საწოლი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ 9,500,000-ზე ოდნავ ნაკლები ადამიანი ერთდროულად გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას. შესაძლებელი იყო, რომ 9,500,000-ზე მეტ ადამიანს ერთდროულად ოდნავ ნაკლებს გაევლო ფსიქიატრიული მკურნალობა. ერთდროულად. საბოლოო ჯამში, უკვე შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დათვალეს და ასე გამოვიდა, რომ 2,000,000-ზე მეტმა ადამიანმა საბჭოთა მოქალაქემ გაიარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2,000,000 ადამიანი, რომელსაც არ მოწონდა საბჭოთა კავშირის ცხოვრება, არ მოწონდა სოციალიზმი, არ მოწონდა კომუნიზმი, არ მოწონდა კომუნისტები. ისინი იძულებით დააწვინეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და იქ რა მოხდა, კაცმა არ იცის. ყველაზე ნათელი წარმოდგენა, რაც შეიძლება გქონდეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებზე, არის ფილმი ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა და რა თქმა უნდა არ მგონია, რომ ვინმე თქვენგანს გონია თითქოს საბჭოთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უკეთესი პირობები იყო, ვიდრე იმ კონკრეტულ ამერიკულ საავადმყოფოში. საბჭოთა ფსიქიატრებმა გამოიგონეს სპეციალური დიაგნოზიც კი, რომელსაც დაარქვეს ვიალეტიკუ შიზოფრენია. ეს დიაგნოზი არც იქამდე, არც მას შემდეგ არავის არ გაუგია, ეს საბჭოთა ფსიქიატრებმა მოიგონეს პოლიტიკური დაკვეთით იმისთვის, რომ ადამიანები ქონოდათ შესაძლებლობა ადამიანები მოეთავსებინათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ეს ვიალეტიკუ შიზოფრენია, ანუ ნელა განვითარებადი შიზოფრენია დიაგნოზს ასეც უსვამდნენ ადამიანებს, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან აგრესიული ალბათ არ იყო და ამბობდნენ, რომ ეს ნელ-ნელა მოუმატებს პროტესტს, ამას უფრო და უფრო გაეზრდება წინააღმდეგობის გრძნობა, ამიტომ მოდი ეხლავე შევაგდოთ ამ ფსიქიატრიულში, ეხლავე გავუკავოთ ხელები, რაღაცა ხმის იზოლაციის ოთახში ჩავსვათ, რომ მერე ამან რამე პრობლემები არ შეგვიქმნას და რეალურად, როგორც გითხარით, 2,000,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა ეს უბედური პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ძალდატანებით მკურნალობდნენ. უკეთებდნენ რაღაც პრეპარატებს, რომელიც უნგრევდა ჯანმრთელობას. 2,000,000-ზე მეტ ადამიანს. რომ ჩამოგითვალოთ ადამიანები, ვინც გაიარეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, ესენი არიან მაგალითად ის 8 ძალიან ცნობილი დისიდენტი, რომელმაც 1968 წელს გააპროტესტა მოსკოვში წითელ მოედანზე გააპროტესტა საბჭოთა ჯარების შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში. ისინი სწორედ იმიტომ რომ არ გამოსულიყო ხმაურიანი პოლიტიკური პროტესტი, ისინი გაუშვეს ფსიქიატრიულ კლინიკაში და იქ ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას. ძალიან ცნობილი ეგრეთ წოდებული ფსიქიატრიული პაციენტი იყო ნატან შარანსკი, რომელმაც გააღწია საბოლოოდ საბჭოთა კავშირიდან და ისრაელში გახდა ძალიან ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვალერია ნავადვორსკაია, რომელიც ალბათ ბევრმა იცით, ასევე გადიოდა იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას. იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა პოეტი ბროდსკი, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გაღწევის შემდეგ ნობელის პრემია მიიღო. ასეთ ადამიანებს უშვებდა ფსიქიატრიულ მკურნალობაზე ანდროპოვი, ასეთ ადამიანებს უშვებდა ფსიქიატრიულად სამკურნალოდ საბჭოთა კავშირი და არ გაგიკვირდეთ, რომ მათი პრაქტიკა დღეს შეიძლება გაახსენდეს ივანაშვილს, იმიტომ რომ იგი არის ტიპიურად საბჭოთა პროდუქტი, ნამდვილი საბჭოთა მოქალაქე. იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას აქვს კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი სადამსჯელო სისტემისთვის, მას არ სჭირდება პროცესი, ხანგრძლივი პროცესი, როგორც
ახლა ვხედავთ მზე ამაღლობელი შემთხვევაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დასანიშნად სჭირდება მხოლოდ და დანიშნას სჭირდება მხოლოდ მოსამართლის ერთი გადაწყვეტილება და მე იმ ადამიანთან შესვლა ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუჭირდებათ, ადვოკატებსაც ძალიან გაუჭირდებათ. არ იქნება არც ერთ სასამართლო პროცესი, სადაც შეიძლება ვიღაც აქტივისტები მივიდნენ, თუნდაც ჟურნალისტები არ შეუშვან და ვერ გადაიღონ ვერაფერი, მაგრამ ვერც ვერავინ ვერ მოусმენს, რას ამბობენ, მათი პროტესტი იქნება ჩახშობილი, მათი საპროტესტო ხმა იქნება გაჩერებული და აბსოლუტურად ჩახშობილი. ეს არის ის, რაც რეალურად ბორის ივანაშვილს უნდა საქართველოსთვის. თუ ეს პრაქტიკა რეალურად დაინერგა ქვეყანაში, თუ ჩვენთან ისევ გაჩნდა ფსიქიატრიულად დაავადებული ადამიანები, ბორის ივანაშვილისთვის ფსიქიატრიულად დაავადებული ადამიანები, იცოდეთ რომ ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, ეს არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ბორის ივანაშვილს დარჩა ნამდვილ გულაგამდე, ნამდვილ 1927 წლამდე.